მიური შემოდის ხოლმე მიგმური. ჩემი ხმა ისმის? ჰალო. დიახ. მადლობა. ახლა აქ ხარ, კამერას ვერ ვთავ და რატო ვერ ვთავ? ეხლავე მოვა, ეხლავე. მულის გაზიარება. ეს კახა თქვენ მაია თქვენი ბრალი ხო არა კამერა რო არ ერთვება? დავში. არა, კამერა ჩართულია, რა კამერა არ ერთვება? არა, მე ვთავ, ჩემ კამერას ვერ ვთავ, არ ერთვება თითქოს. ერთი წამი ჩვენ კამერას რო ვერთავთ, ბატონ ნუგზარ, მანდ ჩვენ არავითარ შვაში არა ვართ. მაცადე მაგას ხვდები, მაგრამ მე ახლა ერთი წამით, ჯერ ერთი აი ნუგზარ მოსულიშვილი ერთი წამით და გაზიარების უფლება მომეცი. გაზიარების უფლებას მოგცემ, მაგრამ ეხლა მითხარი რატო ვერ ხედავ? რითი კომპიუტერში ხარ? კომპიუტერით ვარ, მე კი ხედავთ, მაგრამ ჩემი კამერა არ ერთვება და რატო არ ერთვება ვერ გავიგე. ესე იგი შენ კამერას აქვს პრობლემა. აი, ხო ეხლა ერთი სტუდენტი შემოვა და ვკითხავ და იქნება დამეხმაროს. ნუ აი მანამდე დაველოდოთ რა 1-2 წუთი კიდე რომ შემოვიდნენ, ხო? აი. თუმცა ძალიან დიდხანის შემდეგაც არ დავიწყოთ, მართლა 1-2 წუთი. აი ახლა გაზიარებას ვეცდები რომ აი ჯერ გააზიარე შენი პრეზენტაცია გააკეთე, მე უბრალოდ გავაგრძელებ ესე იგი საუბარს, ნახეთ, ჩვენი ღრმა წვენა არის რომ აი ერთადერთი ახლა დღე შეგვეცვალა ისეც იმიტომ რომ 3 დღე მიგვავლინეს რაღაც შეხვედრაზე, არ ვიცი, შეიძლება რომელიმე თქვენთაგანი სკოლაში მიმდინარეობდეს, არის ეს ახალი პროგრამა I2Q, ну, ინგლისურად ესე თუ ვიტყვით რა, ზოგადად სკოლის ბაზაზე თანამშრომლობითი პროფესიული განვითარების პროგრამა არის. 3 წელიწადი მიდიოდა მსოფლიო ბანკის იყო დაფინანსებული და ამიტომ მოგვიწია პარასკევს გადატანა, თორე მთლიანობაში ყოველთვის შევეცდებით ხოლმე რომ ვიყოთ ხუთშაბათ 3-დან 4-მდე. ნუგზარ, ესე იგი ხედავთ შენ დესკტოპ სამუშაო მაგიდას. პრეზენტაციაზე თუ გადახვალ, პრეზენტაციასაც დავინახავთ. აბა ეხლა ხედავთ პრეზენტაციას? არა. ეხლა გახვედი გაზიარებიდან. აბა ისევ გააზიარე. ნახე ორი ვარიანტი გაქვს, ამ პრეზენტაციას აზიარებ, ან კომპიუტერის სამუშაო მაგიდას. პრეზენტაცია ხო, შარე რო ვაძლევ, მოიცა. ორი სია ჩამოდის, ხო, მარცხენა მხარეს არის ეკრანის გაზიარება. შეგიძლია ესე გააკეთო პირდაპირ გადახვალ ეკრანზე. თუ სხვათა შორის ხმა გვინდა რომ გავიგოთ შენი პრეზენტაციის. მე ხო უნდა ვისაუბრო, კაცო. არა. ვიდეოები ხო არა გაქვს, რომლის არა, ვიდეოები არ მაქვს, მაგრამ იმას ვერ ვხედავ. ხო და გააზიარე შენი ის რა ქვია, მიეც გაზიარება. იმას ვერ ვხედავ, საიდან ჩავსვა ეკრანის გაზიარება ის იმის. უკაცრავად. შედი share-ში. კი ბატონო, შევედი. ეხლა გამოჩნდა ორი ფანჯარა, ხო სწორია? ორი ფანჯარა, screen, Windows or Lab და Microsoft Windows Board. ეხლა გააზიარე screen-ი. Screen. აჰა. მე კი ბატონო, მეორე შეხვედრა. ერთი წამი, ჯერ გამოჩნდეს ჩვენთან ეკრანზე. Select the tab. Share. So share tab audio. Enter screen, მოიცა.
აი ეს იმის ბრალია ცენტრში რომ Teams-ით არ მუშაობთ. არ გამოჩნდა? რაღაც დრო ჭირდება რომ გამოჩნდეს. არ მიგიცია გაზიარება. მივეცი კაცო გაზიარება როგორ. მე ხო არ გავიმეორო ჩემ ეკრანზე. მოდი გაჩვენებ. წინაზე ქონდა გაზიარებული. ქონდა ხო, ეხლა რატო ვერ ვაზიარებ, ვერ გავიგე. დაიც კიდევ აძლევ screen Windows 2 tab screen. Selected tab or share. არ მაძლევს კაცო, რატო ვერ. მარცხენა მხარეს აძლევ. აი, მოდი ერთწუთს ერთი წამით თუ გზარ. მოდი მე ხა რაღაცას გავაკეთებ და თუ შეიძლება ეკრანს რო შეხედო. აი, მიდი. შეხედე, აი ეს არის ჩემი სამუშაო მაგიდა, ხო? აი ესეთი რამე მოჩანს ჩემთან ეკრანზე, ხო? კი ბატონო, ხო. აი აქ ხო ხედავ გაზიარებას. გაზიარებას კი ბატონო, შარე მარჯვენა მხარეზე, კი ბატონო. მე ამას რო ჩავხსნი, მე უბრალოდ გაზიარებას მოვხსნი. მაგრამ მე როგორ გაჩვენე, მაცადე ერთწუთს უკაცრავად. თუ შეიძლება შედი რა შენ გაზიარებაში ერთწუთს. შეაში შევედი. მარცხენა მხარე წერია screen, ხო სწორია? კი ბატონო. დააჭირე ხელი, რა ხდება? დააჭირე ხელი ამ screen-ს. დავაჭირე და შოს მეორე შეხედა პირველ ნაწილი enter ისა მოიცა მიკა ხო ვერ დამეხმარები ეს როგორ ის ქნა აი ეს პრეზენტაცია უნდა გავაზიარო შარე ვაც აი ეს ამოდის screen ხო ესა კი ბატონო აი ეს ამოდის არ მაძლევს. აი უნდა გავაზიარო. აი გაიხსნა ახლა. გაიხსნა? აჰა, დიდი მადლობა. ეხლა უკაცრავად. ეხლა გადადი პრეზენტაციაზე. პრეზენტაცია მაგაზიარებული. არა, ჩვენ პრეზენტაციას ვერ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ შენ კომპიუტერში რაღაცა ფანჯარას ვხედავთ, კერძოდ Google-ის საძიებო სისტემის. Google-ის საძიებო სისტემას ვხედავთ. ეს რატო არჩევს კაცო? გამარჯობა. ეხლა ჩანს, იმიტომ რომ იქნებს. აი ეს ამას ხედავე ნეტყობა. მე ხალ ხედავ request წერია იმაში, რა ქვია. ჩვენ პრეზენტაციას აი ამას ხედავ. ორი წამით. ეხლავე ერთი წუთით ბოდიში. სად არის გახსნილი? სად არის გახსნილი მანახეთ? ისა Teams-ი? Teams-ი. აგერ დაიცოც კეთს მოიგი სადაც. Teams-ი არის? ეს Teams-ი არის? ო ეს Teams-ი კაი. Zoom-ი გახსნილი ორი წამი და მათხოვეთ. Zoom-ი არა, Teams-ი მაგახსნილი კაცო. ეგ არა. Microsoft Teams. მიეცი კაი, join. ახლა ვიცი აუდან შეიძლება ხო დუგზარ შენ Teams-იდან არსად არ წასულ ხარ რაღაცა სხვა რაღაცას აკეთებთ დაიცა ხო კაი ნახავ მოიცა გონი ვიპოვეთ აქ screen გაზიარება გათიშეთ ახლა კი ბატონო აი ორ არის საქმე? აი ხა ზიარდება რაღაცა. აი ხა არის პრეზენტაცია. всё. კარგი, ჩავთავთ ვარ იმ პრეზენტაციას, ჩანს თუ არა დაგვიდასტურეთ უბრალოდ. გამოჩნდა? კი, პრეზენტაცია გამოჩნდა. ვიდეო კამერასაც ხო არ ჩართავთ? ჩავთავთ ეხლავე. ვიდეო კამერა თუ გაითიშე. ჩვენ გავთიშეთ ეთქობა და მაგითხრა. ალბათ ჩაირთო. აი ხა ჩაირთო. ეხა ისევ გაითიშა. გაითიშა? უი. აი წეგანაც ვერ ჩავთე ითიშე. აი ხა ჩაირთო.
აჰა, კაი. იმედია კიდე არ. კარგი. პრეზენტაციაც ჩანს და ჩვენ ჩანვართ. კი ბატონო. კარგი, კაი, კარგი. მაშინ დავიწყებ. აი, მაშინ ესა რა ქვია, დავიწყოთ, ხო? ესა რა ქვია, ორი სიტყვა მარტო შესავალი რა. როგორ გაგიხსნათ ესე მიჩევია. ისა 10 ხელს ბოდიში კახე ერთ წუთით 10 თუ ხელს შეგიშკით იქით გავალოთ ახში. არ მგონია. კაი. ახლა მიდი. ორი სიტყვას ვიტყვი, ხო? კი ბატონო, ესე იგი ბოდიშის მოხდით ტექნიკური პრობლემები გადავწყვეტეთ, კიდე ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. ყოველ კვირა 4-დან 5 საათამდე მე ნუგზარი ჩვენი კოლეგები აქ შემოვალთ და ამ სივრცეს შექმნით. სულ ერთი არ რამდენი ადამიანი დაესწრება. აი ხა მაგალითად მთლიანობაში ჩვენ ვართ 12 ადამიანი. ანუ ესე იგი 10 ადამიანი ესწრება. მაინც ჩავთავთ. ჩანაწერი აი ხა აი ამ ტექნიკური გასწორებისაც კი ხდება. ანუ 4-დან 5 საათამდე რა ხდება? სტუმრად ჩვენთან ლაბორატორიაში თქვენ კოლეგებო ამას ყველაფერს ნახავთ. დღეს ესე გვაქვს დაგეგმილი. მე მაინც ვთხოვე, ესე იგი, ნუგზარს რომ მოემზადებინა ესეთი ანტიმატერიაზე, ნუ მან თვითონ დამაინტერესა, მეც რომ მომიყვა ეგეთი ასე ვთქვათ პრეზენტაცია, ეს არის ნახევარი პრეზენტაციის და მეორე ნახევარში მე შევხედოთ რა დრო დამრჩება, ნებისმიერ შემთხვევაში დავიწყებ აი იმ კურს ელექტროინჟინერიის, აუცილებლად რაღაცას გაჩვენებთ და პირველი ელემენტები იქნება ამ სულ ყველაფერს. ამ ორ თემაზე ვარ შეთანხმებული. დანარჩენი რა შეკითხვებიც ან თქვენგან დაკვეთები მოგვივა, ისეც იქნება. ეხლა ერთი წერილი მომივიდა, მინდა რომ გამოვეხმაურო. გამოითქვა სურვილი, რომ კოდირება გვაინტერესებს, აი კოდი როგორ დავწეროთ და რანაირად გავაკეთოთ, რომ მოვიქცეთო. ჩვენ მოვილაპარაკეთ ერთმანეთში, მე და ჩვენი განსაკუთრებით ახალგაზრდა ასისტენტები და ესე გადავწყვიტეთ რა. ჩვენ შევეცდებით, რომ დავამატოთ კიდე ერთი დღე, რომლის მიმართულება შეიძლება იყოს ცალკე კოდირება. ნუგზარ, შენი პრეზენტაცია ისევ გაგწევთ. კი, ვიცი, ხო, თქვენ. ასე რომ, მოკლედ, აი ეს რაც ინფორმაციულად მინდოდა მეთქვა, შეკითხვები ვისაც გიქნებათ, მე აიწიეთ ხელი, ნუგზარ შეგიძლია რომ დაიწყო. 4 საათი და 14 წუთია. აი, ბატონო, მოგესალმებით. 45 წუთი დაგჭა ახლა ჩვენ სამუშაოდ. კარგი, მე ჩემი 15 წუთი მაინც უნდა გამოვიყენო. მოგესალმებით. უფრო მეტი გამოიყენე, ისმენ. აი, დიდი მადლობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ როგორც შევთანხმდით, ესე იგი ძირითადი თემატიკა იქნება ელექტრონული რესურსების შესწავლა და STEM მიმართულება, მაგრამ საწყის ეტაპზე ასე შევთანხმდით, რომ სადღაც 15 წუთი გვექნება აი აღარ აღმოჩენებზე, რაღაც სამყაროს საინტერესო ობიექტებზე, თანამედროვე მეცნიერულ კვლევებზე, მოკლე, ასე ვთქვათ, ინფორმაციული ხასიათის გაცნობა. ეხლა 15 წუთში, ეხლა დავუშვა დღევანდელი თემატიკა, ისევე როგორც წინანდელი ლექციის თემატიკა 2 საათში ალბათ ვერ ჩატევ, მაგრამ ეს არის მხოლოდ გაცნობითი ხასიათის. ასე რომ, თუ მერე სურვილი იქნება, შეგვიძლია უფრო ფართოდ გავაკეთოთ ცალკე ამაზე პრეზენტაცია. ეხლა რაც შეეხება დღევანდელი თემატიკა არის ანტიმატერია. რა არის ეხლა ანტიმატერია? სანამ ანტიმატერიაზე გადავიდოდეთ, ხო? აი ახლა ხშირად დღეობით ყველაზე დიდი თანხები არათუ მილიონები, არამედ მილიარდები, ათეულ მილიარდები იდება სწორედ ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში და მის შესწავლაში. ეხლა რატო? აი ახლა თქვენ პრეზენტაციაზე ხედავთ სულ 6 ნაწილაკს. ეს არის U კვარკი, D კვარკი, C კვარკი, S, T და B. აი მთელი სამყარო, ცოცხალიც, არაცოცხალიც აგებული არის სულ 3 ნაწილაკით. აი პირველ სვეტში როა U კვარკი, D კვარკი და ელექტრონი. აი ეს 3 ნაწილაკი აბსოლუტურად საკმარისია, რომ ცოცხალი, არაცოცხალი მთელი galaktikები აიგოს. ეხლა აქ შეიძლება არაფიზიკოსებიც გვესწრებიან და U კვარკებს აღარ ვიხმარ სიტყვებს. ვიხმარ პროტონი და ნეიტრონი. ჩვენ ვიცით, რომ პროტონი და ნეიტრონი არ არის ელემენტარული ნაწილაკი, შედგება კვარკებისაგან და ამიტომ მაინც ვიხმარ პროტონსა და ნეიტრონს. ესე იგი, მთელი სამყარო აგებულია პროტონით, ნეიტრონით და ელექტრონით. გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა კიდევ აი სხვა ნაწილაკებიც არის. სხვა უამრავი 200-ზე მეტი ნაწილაკია სამყაროში, რომელიც აი ბუნებას რაში დაჭირდა და რისთვის შექმნა, ჯერჯერობით ბოლომდე გაურკვეველი. არადა ვიცით, რომ ბუნებას ზედმეტი არაფერი არ შეუქმნია. აი ბოლოში კიდევ ხედავთ ძალის ნაწილაკებს,
რითაც ხდება ენერგიის გადაცემა. ესე იგი, მთელი სამყარო ეს არის მატერია და ეს არის ენერგია. ჩვენ თუ ეს ნაწილაკები ძალიან კარგად ვიცით და შესწავლილი გვაქვს, აბსოლუტურად ძალიან კარგად შეგვიძლია აღწეროთ სამყაროს წარმოშობა, მისი განვითარება და ასე ვთქვათ, კიდევ მომავალი. ეხლა გადავალ უშუალოდ ანტიმატერიას. ეხლა აი ეს არის დასაწყისში გეტყვით, რომ აი როგორც 2x2 4-ია, ისია ეს და უკვე დადასტურებული და დამტკიცებული ყველა ექსპერიმენტში, როგორც თეორიულად, ასევე ექსპერიმენტში, რომ როგორც კი სადმე იბადება ნაწილაკი, იქ აუცილებლად იბადება მისი ანტინაწილაკი, სიმეტრიულად. ეს ყველგან ასეა და ყოველთვის ასე ხდება. ეს სიმეტრია არ ირღვევა. რა არის ანტინაწილაკი? ანტინაწილაკი არის იგივე სიტყვაზე პროტონი, ვიცით რომ პროტონი არის დადებითი, მაგრამ ანტიპროტონს გააჩნია უარყოფითი მუხტი. ელექტრონის ანტიელექტრონი ეს არის პოზიტრონი, ჩვენთვის კარგად ცნობილი, აი პოზიტრონული თერაპიაც არსებობს. პოზიტრონი იგივე ელექტრონია, ოღონდ გააჩნია უარყოფითი მუხტი. გარდა ამის, ახლა ნეიტრონზეა ხოლმე ხშირად შეკითხვა, ნეიტრონს რომ მუხტი არ აქვს, რა არის ანტინეიტრონიო? გარდა მუხტისა, ნაწილაკებს გააჩნია გარკვეული კვანტური რიცხვები. მაგალითად, ერთ-ერთს დავასახელებ სპინი, რომელსაც გარკვეული მიმართულებით ტრიალებს. პროტონის სპინი პირიქით ტრიალებს. ანტიპროტონი არის ეს. აი ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ დიდი აფეთქების სქემატურ გამოსახულებას, რომლის შესწავლაც CERN-ში ხდება, ხო? ეს იცით, ერთ-ერთი თეორიის შემოწმება არის და პრაქტიკულად უკვე დადასტურებულია, რომ ჩვენი სამყარო წარმოიშვა დიდი აფეთქების შედეგად. აი პირველ ეტაპზე დიდი აფეთქებიდან სულ რამდენიმე წამები, არ ვიცი ეკრანზე ჩანს თუ არა, 10 ხარისხად -44 წამია. აქ წარმოშობილი არის როგორც ნაწილაკები, აი თავზე ახატია ის აქვს ხაზი აქვს გავლებული, ესენი არის ანტინაწილაკები. ანტინაწილაკები, ხო? ეხლა რა არის ეს ანტინაწილაკები? აი ერთი წუთით. აი ეს არის ანტიატომი. რა არის ანტიატომი? ანტიატომი ეს არის ჩვეულებრივი ატომი, რასაც ჩვენ ვარსებობთ, ეს არის დადებითად დამუხტული ბირთვი, სადაც პროტონები და ნეიტრონებია და გარშემო მოძრაობს ელექტრონი, ხო? ხოლო ანტიმატერიის ატომი არის ბირთვი არის დამუხტული უარყოფითად და მის გარშემო მოძრაობს პოზიტრონი. ასეთი უნდა არსებობდეს. ეს თეორია სხვათა შორის პირველად დირაკმა იწინასწარმეტყველა, იგივე მასა უნდა ქონოდა, ოღონდ საწინააღმდეგო მუხტი და ასე შემდეგ, მაგრამ ესე იგი მატერია, ანტიმატერია არც ეს სიმეტრიულია და რატო? ესე იგი, რა გამოდის? აი ისევ დიდ აფეთქებას დაუბრუნდები. დიდი აფეთქების დროს თუ წარმოიქმნა მატერია, მაშინ მატერიის სამყარო, ხო? მაშინ წესით უნდა საწავიდე ის ანტინაწილაკები. იმ ანტინაწილაკებს უნდა წარმოექმნათ ანტიმატერიის სამყარო, ხო? მაგრამ საქმე იმაშია, რომ მატერია და ანტიმატერია ერთად ვერ იარსებებს. იმიტომ რომ მათი შეხებაც კი ორივე მატერია, როგორც მატერია, ასეთი ისპება და გადადის ენერგიაში. მატერია უკვე აღარ გვაქვს. მაგრამ ხედავთ, რომ ჩვეულებრივ მატერიალურ სამყაროში ვცხოვრობთ, ხო? აი ახლა ერთ-ერთი სურათი არის კიდევ სხვათა შორის სამყაროში ისეა ჩადებული კოდი, რომ თითქოს აი სიტყვაზე თუ არსებობს ანტიმატერიის სამყარო კიდევ სადმე, აქავე ვიტყვი, რომ დამავიწყდა მე თქვა, თუ კი ანტიმატერიის სამყარო კიდევ სადმე არსებობს, ერთ-ერთი თეორიის მიხედვით მატერია თუ ერთ მხარეზე წამოვიდა სიტყვაზე მარჯვნივ, ანტიმატერიის სამყარო წავიდა მარცხნივ, სხვა მიმართულებით და წესით უნდა არსებობდეს. ეს ერთი თეორია. და თუ ესე იგი ანტიმატერიის სამყარო სადღაც არსებობს, უნდა იყოს ჩვენი სამყაროსგან ცოტა მოშორებით, ცალკე ბურთის სახით, ასე ვთქვათ, თუ ჩვენ სამყაროს რაღაცა ბურთის სახით წარმოვიდგეთ, ხო? მაგრამ აი სამყარო ისე არის, აი თითქოს წარმოშობის მომენტიდან კოდია ჩადებული, ქაოტურად არაფერი არ ვითარდება. ყველაფერი ვითარდება, წინას არ არის ჩადებული, აი როგორც კოდის სახით, როგორ უნდა განვითარებული იყო ჩვენი სამყარო. თუ ანტიმატერიის სამყარო კიდევ სადმე არსებობს, ხო?
შესაძლოა იქავე არსებობდეს იმ ანტიმატერიის სამყაროში ანტიმზის სისტემა, ანტიდედამიწა და შესაძლებელი ანტიმატერიის სიცოცხლეც კი არსებობდეს. ცოტა შორს თუ წავალთ, შეიძლება იქ ახლა სხედან ისინი და ანტიმატერიის შესახებ ჩვენზე საუბრობენ, საწავი და ის მატერიაო, იმათთვის წესით ანტიმატერია ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ხო, ეხლა თქვენ შეიძლება არ ვიცი გინახიათ თუ არა არის ასეთი ფილმი ანგელოზები და დემონები ეს 15 თუ 20 წლის თუ 10-15 წლის წინ არის გადაღებული. ეს იყო ფანტასტიკის ჟანრი. ფანტასტიკის ჟანრშია გადაღებული ფილმი, სადაც ესე იგი ნაწილი სცენშია გადაღებული და ამ გადაღებებსაც ჩემი ყოფნის პერიოდში ვესწრებოდი. წერენდან მოიპარავენ ანტიმატერიას ტერორისტები და მიდიან ვატიკანში და უნდათ ვატიკანის აფეთქება. ამით იმის თქმა მინდოდა რომ 10-15 წლის უკან ანტიმატერიის მიღება იყო წარმოუდგენელი, ეს იყო ფანტასტიკა. მაგრამ დღეს სცენში აი რამდენიმე 5-6 წლის უკან ზუსტად თარიღებს ვერ დავასახელებ, ყოველ შემთხვევაში 20 წლის უკან ნამდვილად არ იყო. მიღებული იყო სულ რამდენიმე ატომი ანტიწყალბადის და ერთი ოცნება იყო მეცნიერების რომ აი ერთი წამი მაინც ან წამის რაღაცა მიათედი გაეჩერებინათ. იმიტომ რომ ანტიმატერიის გაჩერება ძალიან ძნელია, იმიტომ რომ რაღაცაში ხო უნდა შეინახო, ხო რაღაცაში როგორც შეინახავ ის არის მატერია და იმ წუთში ხდება ანიჰილაცია და ხდება ანტიმატერიის გაქრობა, ასევე მატერიის, რასაც შეეხო. ხო და დღესდღეობით უკვე ბოლო მონაცემები რაც ვიცი, მე მგონი 17 წამზე მეტია, 17 წამი უკვე გაჩერებული, ანტიმატერიის კვლევა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს და ჯერჯერობით რა კვლევებიც მოესწრო ცერში ანტიმატერიაზე, ჯერჯერობით ჩანს, რომ თითქმის იგივე თვისებები გააჩნიეს, გრავიტაცია იქნება თუ სხვა თვისებები, რაც მატერიას. ხო, ეხლა დღეს უკვე ისმის უკვე ისეთი კვლევები მიდის და იმაზე მუშაობენ მეცნიერები, რომ არათუ შეინახონ 17 წამი, არამედ დიდხანს შეინახონ და ასევე მოხდეს ისეთი კონტეინერების შექმნა, რომ ცენში მიღებული ანტიმატერიის სინთეზი გადაიტანონ ეს ანტიმატერია სხვა ქვეყნების ლაბორატორიებში და მოხდეს მათი შესწავლა როგორც ფიზიკური, ასევე ქიმიური და ეს იქნება უკვე ძალიან დიდი გარღვევა მეცნიერებაში, ასე ვთქვათ. ეს ეხლა წეგან თქვი რომ არსებობს ორი თეორია, რატო არ არის ანტიმატერიის სამყარო. ანტიმატერიის სამყარო, ესე იგი, ორი მაინც შედარებით უკვე ცნობილი და რაც უფრო შეიძლება სანდო თეორია იყოს, ერთი თეორია არის, რომ მატერია თუ წამოვიდა ერთ მხარეზე, მეორე მხარეზე უნდა წასულიყო ანტიმატერია და სადღაც არსებობს ეს ანტიმატერიის სამყარო და მეორე თეორია არის კიდევ აქავე ვიტყვი წეგან დამავიწყდა მე თქვა რომ არსებობს ასეთი ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში სტანდარტული მოდელი, თეორია არის ასეთი, რომელიც ელემენტარული ნაწილაკებში თითქმის პრაქტიკულად ყველანაირი თვისებების ახსნა შესაძლებელია. იგივეს ძალიან ეს არ ირღვევა ეს სიმეტრია, რომ თუ ირღვევა ეს თეორია გვეუბნება სტანდარტული თეორია, რომ თუ წარმოიქმნება ნაწილაკი, აუცილებლად უნდა წარმოიქმნას ანტინაწილაკი. მაგრამ ეხლა არის ჰიპოთეზა ასეთი და ამაზეც მიდის კვლევები და მუშაობა, რომ სიტყვაზე 10 მილიარდი ნაწილაკიდან და 10 მილიარდი ანტინაწილაკიდან ერთი ნაწილაკით მეტი წარმოიქმნა. ასე რომ 10 მილიარდმა თუ გაანეიტრალა და წარმოქმნილი მატერია ისევ ენერგიაში გადავიდა, აი ეს ერთი ნაწილაკი დარჩა და ამან წარმოქმნა ჩვენი სამყარო და ასე ვთქვათ მატერიის სამყარო. ეს ჯერჯერობით ჰიპოთეზაა, მაგრამ მეცნიერულად ეს ჯერ დასაბუთებული არ არის. იმიტომ რომ როგორც კი ხდება ნაწილაკის წარმოქმნა, იქავე ხდება ანტინაწილაკის წარმოქმნა და უნდა იყოს სადღაც ანტიმატერიის სამყარო, ასე ვთქვათ. სულ ეს მინდოდა მე თქვა, მადლობა ყურადღებისთვის. შეკითხვები თუ იქნება, გიპასუხებთ. მოგესალმებით ბატონო ნუგზარ, დიდი პატივისცემით. მოგესალმებით. აი სამყაროში არის ჰიპოთეზები, ხო? სამყაროში სად არის დამალული ეს ანტიმატერია? იკვლევენ, ვერ პოულობენ, ვარაუდით. სამყაროში ეძებენ, ახლა არა მარტო დედამიწაზე ფიზიკოსები, ეძებენ კოსმოსურ სხივებში, თანამგზავრებზეა დაყენებული დეტექტორები და ეძებენ, რომ აი სადმე ანტიმატერიის რაიმე მინიშნება მაინც დაიჭირონ, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი მინიშნებაც კი არ არსებობს, ვერ არსად ჯერ
დამზერილი არ არის. ეს ანტიმატერია ჯერობით ხდება მხოლოდ ხელოვნურად მიღება. დიდ ამაჩქარებლებზე ძირითადად ცენში ხდება ახლა ანტიმატერიის მიღება და დაგროვება. თქვენ ქალბატონი ნინო ბრძანდებით ხმაზე ვერ გიცნობ. ქალბატონო ვენერა. თქვენ ხო ნამყოფი ხართ და ის ანტიმატერიის ქარხანა ნანახი ფაქტორი ნანახი გაქვთ, ხო? თქვენ რომელ წელში იყავით? ჩვენ ვიყავით 2017-ში, თქვენ არ ბრძანდებოდით მაშინ. მაშინ ხო თქვენთან ერთად არ ვიყავით და 2017-ის მერე ძალიან დიდი პროგრესია უკვე 17 წუთზე ამზე მეტია შენახული უკვე ის იმ პერიოდში არ იყო ეს ამდენი დრო. ვერსია თუ არის რომ ეს შავხრელებში იყოს და არა, შავხრელები არა, შავხრელებზე ეს ვერსიაც არ არსებობს. დროს თქვენ რო აღმოაჩინეთ ჰიგსის ბოზონი რო აღმოაჩინეს. აი მაშინ შავხრელი მცირე ხნით ხო გაჩნდა. აი მაგ მომენტებში თუ გაჩნდა ანტიმატერიაც, ან რაღაც ასეთი თუ იყო მაშინ. არა, კარგი შეკითხვა მესმის. შავი ხვრელები არა მარტო ჰიგსის ნაწილაკი რო აღმოჩნდა, დღესაც ჩნდება და ჰიგსის ნაწილაკიც ჩნდებოდა. პატარა შავი ხვრელები, მაგრამ სამწუხაროდ ამ შავი ხვრელების შესწავლა ვერ ესწრება. იმიტომ რომ შავი ხვრელს აქვს ასეთი თვისება. შავ ხვრელმა თავისი ფუნქცია რო შეასრულოს, არსებობს ასეთი შავი ხვრელისთვის კრიტიკული მასა. ის მასა თუ ნაკლებია ამ კრიტიკულ მასაზე დაბადებისთანავე იშლება, თუ მეტი არის, მერე ფეთქდება. სტაბილური რო იყოს შავი ხვრელი, მას უნდა ქონდეს თავისი კრიტიკული, ასე ვთქვათ, თავისი მასა, რაღაცას უნდა აკმაყოფილებდეს. აი ცერში წარმოქმნილი შავი ხვრელები იმდენად მცირეა და იმდენად მცირე ზომისაა, რომ აი დაბადებისთანავე ისპობა, ასე რომ შესწავლას ვერ ესწრება, წარმოუდგენელია. ეს წამი არ არის, წამი დრო იყოს, კი შეისწავლდება, მაგრამ წამის მემილიონები და მემილიარდებიც კი არ არის, უფრო პატარა რიცხვებია, იმდენად სწრაფად იშლება. როგორც მატერია, ასეთი ჯერ დამზერილი არ არის. ანტინაწილაკები კი ბატონო, ძალიან ბევრია. კოსმოსურ სხივებშიც არის დამზერილი ანტინაწილაკები და ხელოვნურადაც მიღებულია. მატერიას რას გულისხმობ? ანტინაწილაკი კი ბატონო, პოზიტრონი გვაქვს, ანტიპროტონი გვაქვს, ამას ვაკვირდებით, მაგრამ მატერია უნდა იყოს, ატომის სტრუქტურა უნდა ქონდეს, ან მოლეკულის სტრუქტურა უფრო თუ ის იქნება. ზედასაფეხურზე, მაგრამ აი ატომური სტრუქტურა ჯერ დამზერილი არსად არ არის. ასეთი სტაბილური ატომი ანტიმატერიის არ არსებობს. აღმოჩენილი არ არის პროფესორეთ. მადლობა, საინტერესო ლექციაა ძალიან. კიდევ შეკითხვები თუ გაქვთ? ქალბატონ ნინოს აქვს ხელი აწეული. გისმენთ ქალბატონო ნინო. არის მის თქვენი ხმა ქალბატონო ნინო. ეთყობა რაღაც ქალბატონ ნინოს არ ესმის? ერთი წამით დაგველოდეო და ვნახოთ. სანამ ქალბატონ ნინო შემოვა, მაინც გეტყვით, რომ ეს თემატიკა თუ საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში გაგრძელდება არა მარტო ფიზიკის დარგით, არამედ აი მსოფლიოს დიდი აღმოჩენების სიტყვაზე, რამაც ჩვენი აზროვნება შეცვალა კაცობრიობის და პროგრესი გამოიწვია და ასე შემდეგ. ეს შეიძლება იყოს ჩვენ წელთაღრიცხვიდან დაწყებული, უფრო სწორედ კიდე ქვემოდან დაწყებული, აი დღევანდლამდე რა დიდი აღმოჩენები მოხდა და ამ დიდმა აღმოჩენებმა რა პროგრესი და როგორ შეცვალა ჩვენი აზროვნება და ტექნიკური პროგრესი და ასე შემდეგ. მე შეიძლება ამაზე გადავიდეთ. არა მარტო ფიზიკაში, კიდევ ვიმეორებ, შეიძლება მოვიწვიოთ ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის და სხვა სპეციალისტები, რომლებიც ასეთ თემატიკაზე წაგვიკითხავენ ლექციებს. ალბათ ინოს ხმა კიდევ არის ის. მოგესალმებით, ეხლა იმედია ისმის, ხო? კი, ეხლა ისმის. კომპიუტერი ყავის შემოსული და მეგონა რომ დინამიკების მიკროფონი მუშაობდა. უკაცრავად ტელეფონით ჩავერთე ეხლა. მოკლედ, საინტერესოა, რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები და მე ძალიან მიხარია ამის დაწყება. რა თქმა უნდა, ყოველთვის როდესაც შევძლებთ, ალბათ ყველა დავესწრებით, მაგრამ ეხლა ამ ანტიმატერიასთან დაკავშირებით, ჩვენი სამყარო ალბათ ის ჰიპოთეზა, რომ მეცნიერები აქამდე ეძებენ და ვთქვათ ლაბორატორიულ დონეზე მიიღწევა ის, რომ ამდენი წამის განმავლობაში იყოს ანტიმატერია დაკავებული, ასე ვთქვათ, ცოცხალი.
ეს ძალიან დიდი მიღწევაა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ სამყაროში რომ არსებობდეს ანტიმატერია, ჩვენი სამყარო ვერ იარსებებდა. და ისაც ვიცით, რომ ჩვენი სამყაროს იქეთ დიდი აფეთქების მიღმა ჩვენ ვერაფერს ვერ ვხედავთ. ანუ მეცნიერული ძიება ჰიპოთეზის დონეზე შესაძლოა ვივარაუდოთ ალბათ რომ ჩვენი სამყაროს გარეთ, მაგრამ ის რომ ნამდვილად დავაკვირდეთ და აქ შიგნით ვერ მოვძებნით, რა თქმა უნდა, გარეთ ჩვენ ვერ ვიხედებით, ასე ვთქვათ და აი ეს ძიება რას მოიცავს ახლა? კი ვთქვათ, ჩვენი ხილული სამყარო, ანუ მატერია სადღაც 5%-ია და დანარჩენი შავი ბნელი ენერგია, ბნელი მატერია და თუ ეს მეცნიერების ვარაუდი რომ ისინი შეიცავენ ამ ანტიმატერიას მაინც არ მგონია ახლა რაღაც ბარიერი ხომ უნდა იყოს ის მარტო ჩვენ რომ არ ვიცით იქ რა ხდება ეგ იმათ ვერ შეაკავებდათ რომ ანიჰილაცია არ ყოფილიყო ხო ანუ ჩვენ სამყაროში ანტიმატერიის ძიება რა ვიცი რანაირად რელევანტურია კარგით, გავიგე შეკითხვა და თუ სწორად გავიგე, იგივენაირად გიპასუხებთ რა ინფორმაციაც მაქვს. Ახლა თუ არსებობს ანტიმატერიის სამყარო, ხო, ჯერ ეს ჰიპოთეზა რომ დავუშვათ. როგორ უნდა არსებობდეს? აი სიტყვაზე ჩვენ ვამბობთ, რომ არა მარტო ჯერ ერთი მატერიის სამყარო არსებობს, არა მარტო ეს ჩვენი სამყარო, არამედ შეიძლება არსებობდეს კიდე პარალელური სამყაროები ასეთივე მატერიის. ეს აი ხშირად შეადარებენ ხოლმე, აი ბავშვები რომ საპნის ბუშს უშვებენ და ერთის მაგერ ბევრი ბუშტები რომ გარბიან, ხო? აი დიდი აფეთქება თითქმის იყო მსგავსი მოდელი რომ ავიღოთ, სხვა სამყაროები ასეთი ბუშტის სახით შეიძლება ჩვენი სამყაროს გარეთ არსებობს. მაგრამ თუ არსებობს ანტიმატერიის სამყარო, უნდა არსებობდეს ჩვენი ასეთი ბურთის გარეთ, ჩვენი სამყაროს გარეთ და რა თქმა უნდა მოშორებით, მაგრამ რა თქმა უნდა დღევანდელი ტექნოლოგიებით და არც უახლოესი ტექნოლოგიებით მისი დანახვა და შესწავლა შეუძლებელია და აქვე ვიტყვი რომ როგორ ვსწავლობ და რატო იყრება ამდენი ფული მილიარდობით 100 მილიარდობით ფული ასეთი ელემენტარული ნაწილაკების შესწავლაში თუ ჩვენ ვამბობთ რომ მთელი სამყარო აგებულია სულ სამი ნაწილაკით პროტონი, ნეიტრონი, ელექტრონი და კიდევ სხვა მეზონები და 1000 ნაწილაკები არსებობენ და იმათაც კარგად შევისწავლით ეს არის სამყაროს აგურები. ჩვენ თუ სამყაროს აგურებში კანონებს შევისწავლით, კარგად კანონებს თუ დავადგეთ, როგორ ურთიერთქმედებენ, როგორ ვითარდებიან, როგორ ქმნიან ატომს, როგორ ქმნიან მოლეკულას და ასე ვთქვათ, სამყაროს, ხო? ჩვენ შეგვიძლია უკვე დავინახოთ კი არა, ვთქვათ, როგორი უნდა იყოს ის ანტიმატერიის სამყარო, ან ჩვენს გარეთ არსებული პარალელური სამყაროები. ეხლა დღეს სამყაროებზე დაკვირვება როგორ ხდება? ხდება ტელესკოპებით, რადიოტელესკოპებით და ოპტიკურ და ასე შემდეგ. ეგენი საწუდებიან აი ჩვენ გალაქტიკას, ჩვენ გალაქტიკასაც ბოლომდე ვერ წვდებიან, ხო? საიდან ვიცით რომ შორეული გალაქტიკები ასეთია, ისეთია, იქ შავი ხვრელია, აქ ას არის იქ შორეული გალაქტიკებიდან ძალიან მწირი ინფორმაცია მოდის და ცოტა ინფორმაცია. იქაური აი შორეულ სამყაროებში სიტყვაზე 5 მილიარდი სინათლის წლის იქით რა ხდება ან იმის საკეთ ან ამის საკეთ ძირითადად ამ კანონების საფუძველზე ვიცით რა ხდება. იმიტომ რომ ეხლა დავუშვათ რო ავიღოთ კლასიკური მექანიკა ნიუტონის კანონი, ხო? ისა მსოფლიო მიზიდულობის კანონი მუშაობს როგორც დედამიწაზე, მუშაობს შორეულ გალაქტიკებშიც. რახან ეს კანონი გვაქვს, ვიცით რომ ის გალაქტიკები რა პრინციპზე ბრუნავს და იქ ვარსკვლავების გარშემო თუ პლანეტებია როგორ ბრუნავენ და ყველაფერი ზეპირად ვიცით. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეს კანონი, მსოფლიო მიზიდულობის კანონი. იგივენაირად კვანტური მექანიკაში, ელემენტარულ ნაწილაკებში ბატონო გზარ უკაცრავად დიახ ჩვენ სამყაროში არსებობას ვამბობთ რომ ჩვენი სამყაროს გარეთ რა თქმა უნდა და ჩვენ მე უბრალოდ იმას გავუსვი ხაზი რომ ჩვენ სამყაროში ვერანაირად ვერ ვიპოვით რატომღაც ალბათ ასეა თორემ სამყაროს გარეთ რა თქმა უნდა ეგ ჰიპოთეზა არსებობა შეუძლია რა თქმა უნდა მაგას ჩვენ ვერ გავიხედავთ ვერასდროს ჩვენი სამყაროს გარეთ ამას ვამბობ ვერ გავიხედავთ რა თქმა უნდა, კი ბატონო. ძალიან რა თქმა უნდა სამწუხაროა, მაგრამ რა ვიცი, ჩვენი სამყაროში იგნითაც ინტერესო რამეა. მაინც ცდილობენ რომ რაღაცნაირად კოსმოსში იქნებ დაიჭირო. სიტყვაზე როგორც სხვა გალაქტიკიდან ჩვენთან აი უხეში შედარებაა, მაგრამ მეტეორი ჩამოვარდება ხოლმე იქნება იმ სამყაროდან რაღაცა მოწყდა და აქეთ წამოვიდა რაღაცა, რა ვიცი, ახლა ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ უნდა იყოს თუ არს
არსებობს, რაღაცნაირად შემოსაზღვრული უნდა იყოს ალბათ. იმიტომ რომ ჩვენ მატერიასთან ეს აი უხეშად რომ წარმოვიდგინოთ ბურთია, რომლის იქით ვერ გავდივართ. დიახ, მაგას ვამბობ. ნეტა ჩვენი სამყარო შეძლების დაგვარა და ჩვენმა ცივილიზაციამ, აი, ისეთ საუკუნეში ვცხოვრობთ, რომ ალბათ უნდა გვეოცნება, რომ ამდენი ინფორმაცია გქონოდა და აღქმა ასე თუ ისე შეგვძლებოდა ამ ყველაფრის. ეს ძალიან მაგარია და ნახტომისებური განვითარებაა, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ხო, ჩვენი სამყაროს იქითაც რა ხდება და ან რა არსებობს, ეგაც ძალიან საინტერესოა. აი ცოტა ხანში როცა ეს კვანტური კომპიუტერები შემოგვივა, უკვე ძალიან ბევრი რამე გვეცოდინება უკვე, იმიტომ რომ დღევანდელი მოდელირება შეგვიძლია, მაგრამ კომპიუტერების სიმძლავრე არ ყოფნია, რომ ჩვენ ეს პროგრამები გავუშვათ და რაღაცის მოდელირება გავაკეთოთ. იმიტომ რომ დიდი დრო ჭირდება. ძალიან ბევრი ადამიანი ნუგზარ სამწუხაროდ არ აქცევს ყურადღებას, თუ ჩვენ ყოფით მითი ვართ, მაგრამ ვინც აქცევს ყურადღებას, თუ დაუკვირდება აი ეს SpaceX-ის პროგრამა, Elon Musk-ის როგორ ვითარდება, რაღაცა მომენტში დადგება გარღვევა და შეიძლება ჩვენ უახლოესი 10 წლის შემდეგ მოვესწროთ გაცილებით დაჩქარებული ტემპებით კოსმოსური ხომალდების ახალ მგზავრობებს და შეიძლება ამან მიცეს მათ საშუალება განსაკუთრებით თვარის ათვისებამ, რომ იქ გადავიდეს ლაბორატორიები და შეიძლება ამან რაღაცა გარღვევა შემოიტანოს. შეკითხვები თუ აქვს კიდევ ვინმე მაგრამ ამას გავაკეთებ კიდე კომენტარს, ბოდიშ ვიხდი მკახამ რას თქვა, არა მარტო ის მასკი და ესეთი რაღაცა, დღეს ისეთ კვლევები მიმდინარეობს რეალურად, ადამიანები ისეთ რაღაცებზე ფიქრობენ, მეცნიერები და რეალურად ისეთი რაღაცები არის უკვე სიტყვაზე დამტკიცებული აღმოჩენები, რომ ეს რო სიტყვაზე ისე ნახევრად ხუმრობით სადმე რო დაიდოს Google-ში ან სადღაც Facebook-ზე, ესევე წავა კომენტარები ფსიქიატრიულს გაასიჯით ეს ადამიანი. ძალიან ფანტასტიკური იდეებზე მუშაობს ახლა მეცნიერები. როგორც ცოცხალი, ისე არაცოცხალი ბუნების კუთხით. კი ბატონო, კარგი, მადლობა. ესა რამე შეკითხვები სხვა? ისე შეკითხვები და სურვილები. გენერალ აბუსელიძე. ბატონო გზარ, მე როგორც ვიცი, იადვალმა პრემია მიიღო და უნდა ემუშავა ამ საკითხზე ცერში მიმდინარე აი ცერში ლაბორატორიული კვლევები უნდა ჩაეტარებია პარალელური სამყაროების აღმოჩენის შესახებ. მუშაობს თუ არა ან რა პროცესია, მაშინ გვითხრა, რომ ბრანების სახით არის ეს პარალელური სამყაროებიო და მე მისი ლექციები აღარ მომისმენია YouTube-ზე არ ჩანს. აი რა პროცესი ხო, რომელ პრემიაზე საუბრობთ, რამე გრანტზე თუ ეხლა მიიღო რამდენიმე ქართველმა პრემია უცხოელებთან ერთად, რა თქმა უნდა, მეცნიერებაში გარღვევის პრემია. საბედნიეროდ მეც მოხვდი იმ სიაში. მაგარია ეს არა. ყველას გვარი არ არის ჩვენთვის ცნობილი, სულ 8 გვარი გაჟღერდა მგონი და ეს ვინც მაღალი ენერგიების ინსტიტუტთან არის დაკავშირებული და მე ვიყავი აღარ ვარ მათ სიტყვას. ეს იყო მართლა ძალიან დიდი პრემია იყო, პრესტიჟულია, ნობელამდე, ალბათ ამის შემდეგ ნობელია უკვე, მაგრამ საპრიზო ფონდი ნობელის პრემიაზე მეტი იყო. მაგრამ ჩვენ არაფერი მოგწეს, ყველაფერი გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდში. ხო, რაც ეხება ახლა გიადვალს, ბოდიში კახა უპასუხებ, ახლა გიადვალის თეორია ბრანები, ხო? არის ერთი თეორია, ჩვენ ვამბობთ დიდი აფეთქების თეორია და ყველაფრის საწყისი არის 2 კვარტი და 2 კვარკი და 1 ელექტრონი. არის კიდე მეორე თეორია, რომელიც გვეუბნება, რომ კვარკი და ელექტრონი კი არის საწყისი, ამის საწყისი არის ბრანები, ხევა არის ესა. ნაწილაკი წერს მატერიას და მე ხევის გახდება მატერიის წარმოქმნა და შემდეგ, მაგრამ ეს თეორია ჯერჯერობით თეორიაა სულთა და არავით არის და რაც შეეხება გიადვალს, გია ცერლიდან წავიდა, აღარ არის ცერში. მაგრამ ახლა ცხადია მაგის თეორია და რაღაცების მსგავსი თეორიების შემოწმება მაინც ხდება ცერში. გადამოწმება, მაგრამ ჯერჯერობით ყველაზე დასაბუთებული და ნამდვილი რაც არის, ეს არის დიდი აფეთქების თეორია. ხო, შეკითხვები ხო არა გვაქვს ქალბატონებო? ბატონებო. თუ შეკითხვები არ არის, მაშინ მადლობა ნუგზარ. და მე
ეს თემა იქნებ ამოუწურავია, უბრალოდ ზრდილობის ფარგლებში ვჩუნდებით, თორე შეკითხვებიც იქნება და ძალიან საინტერესო საუბრებიც. არა, წეგან მე ვთქვი, რომ მას ვერ ამოუწურა მთელი დღე რომ ვილაპარაკო. მინიმუმ 2 საათიანი ლექცია ჭირდება, მაგრამ ეს ეხლა ჩვენი ყველა ლექცია იქნება ცნობის სახით, რომ აი ესეთი რამე არსებობს. დანარჩენი სიღრმეებში მაგრამ შეხედეთ ნუგზარ მოდი ესე ვთქვათ, ვინაიდან ჩვენი კოლეგები ეხა ამჟამად როგორც ჩვენ ვთქვით, მეორე შეხვედრა არის და სტუმრად არიან ჩვენთან. ნახეთ, თუ თქვენ მოიწერებით, ეს პოსტით იქნება თუ აი აქ Teams-ის ჩატში და ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ, ხო? თუ იქნება მოთხოვნა, მაგალითად, რა მიმართულებით გავრცელდეს, ან გაგრძელდეს, გაკეთდეს მეორე ნაწილი პრეზენტაციის, ან გამოვიყენოთ რაღაცა ვიდეო მასალა. ასე რომ ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ რომ დრო ჩვენი შეზღუდული არ იყოს, უბრალოდ გამრავალფეროვნება გვინდა, მე მინდა დარჩენილ დროში მაინც რამდენსაც მოვასწრებთ რომ დავიწყო ეს კურსი, მოდიფიცირებას გავაკეთებთ, ასე რომ თუ თქვენ მოგწერთ რომ ჩაუღრმავდეთ და რაღაცა მიმართულება მივცეთ აი ამ დღევანდელ პრეზენტაციას ანტისხეულების შემდეგ, მოიწერეთ, მოვემზადოთ ყველა მხარე და გავუზიაროთ ისევ ერთმანეთს და გავაგრძელოთ მსჯელობა. რაც უფრო ოღონდ ერთი ისპექტება, რაც უფრო პრაქტიკული ვიქნებით, პლუს კიდე უფრო უკეთესი იქნება, კარგით? კაი ნუგზარ, მადლობა. ძალიან კარგია. და მადლობა სულ ყველას ვინც ჩაერთო ამ მადლობა ყურადღებისთვის. ქალბატონ ვენერას, ქალბატონ ნინოს, მადლობ თქვენ. კარგით, მოდი ნუგზარ. თქვენ ესეთი კარგი პროგრამა გაქვთ, მე ეს ძალიან მომეწონა, ამასაც სიამოვნებით მოვისმენ იქ Arduino-s ელემენტები. პირველად თქვენ ჩაგვრთეთ საერთოდ ჩემი 18 სკოლა, ბათუმის სკოლა და ძალიან ბევრი მიღწევებიც გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ თავიდან თუ იქნება კიდევ ჩავერთვები და ძალიან მაინტერესებს ეს ყველა. ნახეთ როგორ არის, ანუ ესე იგი, მე ახლა შევეცდები მაშინ რომ დავიწყო, მოკლედ ნუგზარ მადლობა. ჩვენ მე გითხარით რა ეხა ჩვენ სადღაც 17 წუთი გვაქვს დარჩენილი და დროს ძალიან კაცრად დავიცავთ, ხო? დრო არც დაგგვიჩქარება, პატარ-პატარა ნაბიჯებით წავიდეთ. მოდი მაშინ ესე იგი მე შენ გამოსახულებას განვპინავ და ეხა ისევ მე დავიპინები. რომ ვიყო წამყვანი გახდეს ჩემი ეკრანი და ესე იგი რა ქვია. მოდი ლექცია მაგდა ხო, კი ბატონო, კი ბატონო. ესე იგი ჩაწერა ჩართული არის, მოდი ახლა შევესწრები ვნახოთ, აბა რა გამოგვივა, მეც მაინტერესებს, ესე იგი სადღაც 15 წუთი გვაქვს, რომ დავიწყოთ ელექტროინჟინერიის საფუძვლებზე. პირველი, მე შევესწრები უფრო სწრაფად გადავიდე ქმედებაზე და თქვენ ახლა მე მხედავთ და მე თქვენ გელაპარაკებით, მაგრამ მე კამერას გადავრთავ ისე, ჩვენ მეორე კამერის საშუალება გვაქვს, რომელიც აი სადაც მე ახლა ხელები მიდევს იმ სამუშაო სივრცეს აჩვენებს. და მე დავიწყებ აი ამ კომპლექტით საუბარს. მოდით ესე ვთქვათ, პირდაპირ პრაქტიკაზე რომ გადავიდეთ. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ვართ თუ გზის დასაწყისში და გვინდა რომ ჯერ ჩვენ შევისწავლოთ და შემდეგ შევქმნათ გარკვეული კლუბი, შეიძლება მე საგაკვეთილო პროცესშიც გამოვიყენოთ ელექტროინჟინერიის ელემენტები და ამავე დროს აუცილებლად ის განვავრცოთ STEM-ის ყველა საგანზე. ეს არ არის მარტო ფიზიკა, მესმის ორი თემა ეხა მაგალითად ნუგზარის იყო, ესე იგი, როგორც მახსოვს წინა ტელეპათია და ეხა მასზე დაიწყო საუბარი ანტისხეულებზე. მე ჩემი მხრიდან როგორც ბიოლოგი ძალიან მინდა საინტერესო ბიოლოგიური თემა მოვამზადო, მაგალითად ადამიანის წარმოშობასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით რას ვასწავლეთ სკოლაში, ამავე დროს დღეს საწავი და ეს ესე იგი ანთროპოლოგია ადამიანის ძალიან მე მგონი საინტერესო თემა იქნება. ასევე მინდა გითხრათ, ქიმიაში არის ასევე თანამედროვე აღმოჩენების საინტერესო თემები. ასე რომ მომავალში გავამრავლებთ, ესე იგი შევცვლით რაკურსს და ესე გადავხტებით ერთი საგნიდან მეორე საგანზე, რაც შეიძლება მრავალფეროვანი იყოს. თან ისე ვიძახეთ და ვიდეო რჩება. ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ მოკლედ ჩვენ გზის დასაწყისში ვართ. ნახეთ, მე ხელში მიჭირავს აი ესეთი კომპლექტი. ამ ეტაპზე მას გადიდება არ ჭირდება, ამიტომ რომ კამერას ვიყენებ, ორ კამერას ვიყენებ, ხო? ერთი არის მინი კამერა, შევესწრებით გავაუმჯობესოთ, მეორეს უფრო კარგი განსხვავება აქვს. ნახეთ, რისგან შედგება და რითი უნდა დავიწყოთ და იმასაც დავიწყოთ, რამდენად ეს შეძენვადია რა. ეხლა კარგია, როდესაც სკოლა ან სახელმწიფო გიფინანსებს ამას. ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ, ამ ტიპის პროგრამები ნელ-ნელა იწყებს ამუშავებას.
მაგრამ თქვათ მე მინდა რომ ინდივიდუალურად შევიძინო, ხო? თან ავიც მასწრებლის შემოსავალი მაქვს რა. მე ვიტყოდი რომ ეს მაინც შესაბამისია. ნახეთ, ორი რამე მიჭირავს მე ხელში. ერთი ეს არის მულტიმეტრი, იმისაც რომ გავზომოთ წინაღობა, დენი და სხვა ინფორმაციები გქონდეს. ეს აუცილებლად დაგჭირდება. ჩვენ ვლაპარაკობთ სადღაც 25 ლარის ფარგლებში ნორმალური მულტიმეტრი რომ ვიყიდოთ, ეხლა არის რაღაც ძალიან მაგრებიც, რა ვიცი, 100 ლარის წლის და უფრო მეტიც. მაგრამ ეს დაგჭირდება აი კარტოფილზე, ხო? მას მოყოდა თავისი, ასე ვთქვათ, ტესტერის სადენები. ხო. და აი შეხედეთ, მე მინდა გაჩვენოთ რამხელა ყუთი არის, ხო? აი არაფერი განსაკუთრებული. აი უკვე ამითი ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამხელა მოცულობის აქვს. მე ხა ამ ყუთს გავხსნი და ჩვენ დავიწყებთ საუბარს ელექტრულ წრედებს, ხო? აი რომ დაგანახოთ სულ რა რაოდენობა მაქვს ესე იგი. აი რაღაცა პატარა ყუთში ჩაერთვია ახლას. მოდით ახლა გადავერთოთ მეორე კამერაზე და დავიწყოთ მუშაობა, ხო? აი თქვენ ხედავთ ყუთს და პირველი ელემენტი, რომლითაც მნიშვნელოვანია დავიწყოთ ბავშვებთან საუბარი, სხვათა შორის უფროსი არის თუ პატარა არის, ეს ნაწილი დაწყებითი კლასის ბავშვებსაც კარგად ესმით, რაღაცა მე ცოტა უფრო რთულად არის მათთვის, მაგრამ ეს ნაწილი ჩვენად ესმით. ეს არის ელექტრული წრედების გასწრება და პირველი ელექტრული წრედების გაკეთება. ძალიან მნიშვნელოვანი ორი კომპონენტი არის, რომელიც არ ვიცი რამდენი ხელ მოვასწრებ, მაგრამ აი ნაბიჯ-ნაბიჯ გავუყოთ, ხო? პირველი ეს არის, მინდა გითხრათ, აი მე დავდე მაგიდაზე. აგვიანებული არის ცოტათი და მე ხო უყურებ, თან ჩემ თავს ვაკონტროლებ, გვერდან უყურებ, ნახეთ, ეს არის სამუშაო დაფა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხო? იმიტომ რომ სამუშაო დაფის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ელექტრული კომპონენტები ერთმანეთს დაუკავშიროთ. სიტყვაზე მაგალითად მე მაქვს დღეს შევესწრები რომ მოვასწრო ღილაკი, აი მის გვერდზე დავდებ, აი მაგალითად ღილაკი, ხო? და მაქვს აი ესეთი ეგრეთ წოდებული LED ნატურა, მწვანე ფერის. და ამავე დროს დენის წყარო, ნახეთ, აი ეს დენის წყარო არის, აი მე დავდე Arduino-s გვერდზე, რომელშიც ჩავდებ ბატარეებს. აი თქვენ დასანახat ორი ბატარეა. აი პრინციპში ახლა ჩვენ რო დავილაპარაკოთ იგივე ხელმისაწვდომაზე ამ კომპონენტების ფასის თვალსაზრისით, ხო? ну Arduino-s პირდაპირ წინასწარ ვიტყვი რომ აი ეს არის Arduino, ხო? რომლის ფასი დღეს შესაძლებელია 23 ლარათაც ვიყიდოთ, 27 ლარად ყველა ვარიანტში ვიყიდით, ხო? ასე რომ აი ნახეთ, აი ამ ესე იგი თანხებზე ესე იგი გავდივართ რა. მაგრამ ჯერ ცოტა ხანი Arduino გადავდოთ გვერდზე, უროთ იყოს აქა და ელექტრულ წრედზე ესე იგი ვისაუბროთ რა. რატო ეს ელექტრული წრედი, ხო? და მეთოდურად რატო იწყება საუბარი ელექტრულ წრედზე და არა პირდაპირ რაღაცა რობოტის აწყობაზე. ნახეთ, ნებისმიერი ტექნიკა, ნებისმიერი ტექნოლოგია, მათ შორის სხვათა შორის ის ელექტრული წრედიც, ეს არა რობოტებიც, ხო? ეს არის ფაქტიურად ელექტრული წრედების ნაკრები. შეხედეთ? ამიტომ გავიგებთ რა და ბავშვი გაიაზრებს რა, როგორ მუშაობს უმარტივესი ელექტრული წრედი, მერე და უფრო ის გაართულებს ამ სულ ყველაფერს. იმისათვის რომ ეს კავშირი შედგეს და რატო ვიყენებთ დაფას, ხო? მე შეგახსენებთ რომ მაგალითად ტელეფონში, აი აგერ არის ჩემი ტელეფონი, ხო? აქაც კომპონენტები ერთმანეთს დაკავშირებული, მაგრამ ისინი დარჩილულია ერთმანეთთან, ხო? აი მოდით გამიხსენოთ და ნახოთ, ეხლა და შემოვიდა კიდე ერთ კომპონენტს, რომელთა მუშაობის შესწავლად ჩვენ მნიშვნელოვანი ვიცით, ეს არის სარჩილავი, შეხედეთ? მაგრამ სარჩილავამდე ჩვენ მივავალთ. რობოტებში თანამედროვე ტექნოლოგიაში უკვე რობოტის სარჩილავები და ძალიან ნატიფი მომუშავე სარჩილავები გამოიყენება. მაგრამ ჩვენ ახლა სარჩილავის გარეშე, აი ზუსტად ამ სამუშაო დაფის დავიწყებთ მუშაობას. როგორი არის ეს დაფა, შეხედეთ და რა არის მისი მოწყობის პრინციპი. აი ნახეთ ახლა მე გაჩვენებთ ამ დაფის მეორე მხარეს. შეხედეთ, ყველა მისი წერტილები, აი ეს წერტილები არის შეერთებული უკანა მხრიდან, ხედავთ ესეთი ალუმინის წვრილი, ესე იგი ყელი ფირფიტებით და იძლევა საშუალებას რომ მათ შორის გადიოდეს დენი.
დააკვირდით როგორ არის მოწყობილი დაფა. დაფა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის მისი კარგად ათვისება მასწავლებლის მხრიდან, რომ ბავშვს გაუადვილოს გააზრება ამ პროცესების. შეხედეთ, დაფა შვაში გაყოფილი არის არხით. შესაბამისად, ქვედა და ზედა მხარეს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ასევე დამოუკიდებელი ერთეული არის, ნახეთ, ქვედა ორი ხაზი და ზედა ორი ხაზი. ლიტერატურაში რაღაცნაირად ინგლისურენოვანში ისეთი ტერმინი იყო გამოყენებული, რომ ქართულად როგორც ლიანდაგი, სხვადასხვა წიგნებიც ვნახეთ ქართული გამოცემული და ამიტომ მათ დაუძახებთ ლიანდაგს, არა ზოლს ვთქვათ ელექტროგაყვანილობის ან მართულს, ან სადენს, არამედ აი ესეთ ლიანდაგს. ეხლა თუ ამოვატრიალებთ ამას, ხო, ჩვენ აი ესეთი ფორმით, ხო? ეხლა მე შევცვლი უკვე ეს რაღაცა თეთრი ქათქათა უფრო კარგად გამოიყურება. აი ნახეთ ის ზოგადად მე დაფარული არის მეორე მხრიდან სპეციალური ქაღალდით. სხვათა შორის ეს ძვირი არ აღის, სადღაც ეს დაფა შეიძლება მაქსიმუმ 4 ლარი ღირდეს დღევანდელ დღეს, ხო? ამდენ უცოტა უფრო იაფიწყით და ამას თუ მოაძრობთ, შეიძლება მიეწეპოს კიდევაც რაღაცა გარკვეულ მოდელს. თუ მიაწეპებთ, ვიცოდეთ, რომ მეორჯერ ამ დაფას ვერ გამოვიყენებთ, ამიტომ ჩვენ მაგალითად რომ მუშაობთ, არ ვაძრობთ ამ უკანა მხარეს, ამიტომ შეგვიძლია დავშალოთ და გამოვიყენოთ ახალი მოდელებისათვის. დააკვირდით როგორ არის მოწყობილი, ნახეთ დაფის მხარე, ხო? აი აქაც მოჩანს ეს ღერო. შესაბამისად დაფის ქვედა მხარეს და ზედა მხარეს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ამიტომ თუ მე მაგალითად ნატურას ჩავამაგრებ ზედა მხარეში და დენ შევიყვან ქვედა მხარეში, ეს დენი ნატურამდე ვერ მიაღწევს. ასევე თქვენ ხედავთ, რომ ქვედა მხარეზე და ზედა მხარეზე, აი სადაც მე ლიანდაგი დაუძახე, არის ორი ხაზი, ნახეთ, წითელი და ლურჯი. პირობითად, ნახეთ, წითელი ხაზის გვერდზე, აი აქ კუთხეში, თქვენ ალბათ ხედავთ, არის პლუს და მინუს, ესე იგი, აღნიშნები და მოდით ესე ვთქვათ, იმისათვის რომ ჩვენ აი დაფაში და წრეში უფრო კარგად გავერკვეთ, ხო? ჩვენ ასევე გამოვიყენებთ ერთ-ერთ პროგრამას, რომელსაც მეც გირჩევთ, რომ თქვენ ესე იგი ისწავლოთ ნელ-ნელა და ჩვენც ნელ-ნელა გავივლით ამასაც და ამ პროგრამასაც შევისწავლით, თუმცა შეგიძლიათ თქვენვე ნელ-ნელა მოსიჯოთ იქ პირობითად თამაში, ეს არის ეგრეთ წოდებული ტინკერკადი. აი ხა მე ამ დაფას დავდებ აქ და კიდე დაფაზე უფრო დეტალური ესე იგი ინფორმაცია რომ მივიღოთ, აი მე გავაზიარებ ჩემ სამუშაო მაგიდას. აი ხედავთ ხო, გაცრავად. აზიარდა აი ჩემი სამუშაო მაგიდა, ამ შემთხვევაში თქვენ ხედავთ ჩემ გაზიარებულ დაფას, მოგდეთ ამას მოვხსნი. ხო, აი ესე, აი. და მე გადავალ მეორე გვერდზე, აი ნახეთ. არის აი ესეთი პროგრამა, ეგრეთ წოდებული ტინკერკადი. ხო. ეს პროგრამა პირველი უფასო არის, მას აუცილებლად ჭირდება რეგისტრაცია, რეგისტრაციაზე მე კიდე ცალკე დაველაპარაკოთ, მაგრამ ეხლა თქვენ წინაშე აი შევალ მის სამუშაო დაფაში, აქ არის ბრძანება შექმენი, ინგლისურად წერია create, სამწუხაროდ ქართული ენოვანი ვერსია ამისი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ დღეს უკვე უფრო ახლოს ავართ და კარგად ვიყენებთ ინგლისურს. აი ხა შეიძლება გამოსახულება და თქვენ ხედავთ სამუშაო სივრცეს. ნახეთ, აი ესეთ სამუშაო სივრცე გამოჩნდა, აი აქ რაღაცა კომპონენტები არის და აი ნახეთ დაფა, აი დაფა გადმოვიტანე მე ეკრანზე. და ნახეთ, აი როგორ კარგად გამოჩნდა ეს დაფა, რომელსაც მე ხელით გაჩვენებთ. აი ეს არის ზღარი, რომელიც მიუთითებს რაგდენი არ გადის. ეს არის პლუს და მინუსი, რომელიც დიდად მინდოდა მეჩვენებინა და დააკვირდით კიდე სპეციფიკას დაფაზე, ყოველი ხაზის გარშემო ნახეთ არის ასოები. აი მარცხენა მხარეს, ხო? აქ არის ასოები A, B, C, D, E, F, G, H, I, J, ხო? აი რომ დავწმუნდეთ, რომ იგივე ხაზები არის, მე ახლა გადმოვწევ ეკრანს გადმოვთავ და აი შეხედეთ, აქაც გაჩვენებთ, აი დააკვირდით. ძალიან წვრილი ასოებით მოჩანს. აი აქ არის აი ესეთი ასოები დაწერილი აი ამ ნაპირზე რა. ხო? თავის რეალობაში ახლა აქ კამერა ახლოსაგოს მოტალინი უფრო დაახლოება არ მინდა, მაგრამ აი რომ გადავდივარ ამ პროგრამაში, ეს უფრო კარგად დაგანახებთ ამას უყალაფერს. აქეთკენ კიდე არის ნუმერაცია, ნახეთ 1-დან 2, 3, 4
აი 30, აი შემიძლია კიდე ცოტა გავსდი კიდევაც, კიდე გამოსახულებას, აი ნახეთ რიცხვი არის. ხა რატო არის? ცოტათი წააგავს ალბათ ჭადრაკის დაფას, ხო? გახსოვთ, როდესაც იქ გადავდივართ ხოლმე ფიგურით, ჩვენ ვიძახით, რომ ასე რა ქვია, ფიგურა არის დასმული მაგალითად A1-ში და გადადის სიტყვაზე რაღაცა J3-ში. აი თუ თქვენ დააკვირდით ახლა მე რო ის არის დამყავს, სადაც არ მიდის რომელ ესე იგი შემაერთებელ ნახრეთთანაც, ხო? გასწვრივ ჩდება ხაზები, ნახეთ, თვითონ ნახრეთი წითლდება, ხო? და ხაზები მიუთითებს, რომ აი მაგალითად ამ ნახრეთში თუ ჩვენ დენს გავატარებთ, აი ეს ხაზები ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებულია ეს ნახრეთები. აი მე ხა ჩამოვალ ქვედა ნახრეთთან, რომელიც პლუსთან ყველაზე ახლოს არის. პირობითად აქ უშვებენ ხოლმე პლუსი სახელით, ესე იგი დენის ნაკადს და ზედაში უშვებენ ეგრეთ წოდებულ დამიწებას, მინუს დენის ნაკადს და აი ხედავთ აქაც როგორ არის აი ესე მწვანე ხაზი არის. ამიტომ აი ეს პროგრამა ძალიან საინტერესო არის ის პროცესების გააზრებაში ეხმარება ბავშვს. ეხლა რაში მჭირდება მე ეს ასოები, ხო? ნახეთ პროექტი მე მაძლევს საშუალებას ესეთი რაღაცის. მაგალითად თუ მე ავიღებ LED ნატურას, აი ესეთი LED ნატურა გადმოვიტანე გვერდზე, ხედავთ, მას შემოვატრიალებ, ისე ვიძახ ჩვენ თანთავით გავმარტავთ. აი ეს მოღუნული ფეხი ნიშნავს ანოდს. ნახეთ, აი მაგალითად სიტყვაზე აი ამ A წერტილს დავაკავშირებ. აი ნახეთ ეს მართულით მოუღუნე დენი. უბრალოდ სადენი მივიყვანებ ძელ ფეხთან, ხო? ფერს შევუცვლი წითელით. და აპატიეთ ესე იგი ცოტა შეცდომა დავუშვი ტექნიკური ეს მე არ მაწყობს, აი ASO E-ში ჩავსავ ამ ფეხს და ასევე მაგალითად სიტყვაზე აი მესამე E წერტილიდან წამოვიყვან მეორე სადენს. აი აქ მოუხრი, ღილაკის დაჭერით იხრება და შევიყვან მას მივცემ შავ ფერს, ხო? აი ნახეთ, ახლა ერთადერთი მე რაც დამჩენია, რომ რო ავანთო ეს ნატურა, მასთან უნდა მივიყვანო დენი. აი ეს გასაგები არის, რომ ამას მე ვაკეთებ სამუშაო დაფაზე, მაგრამ როგორ გამოჩნდება ეს თვითონ მაგიდაზე, ხო? აი ნახეთ, მე ხა მაქვს ნატურა აღებული. აქაც სხვათა შორის მოვძებნი შესაბამის ასოებს, ხო? ამით ირარი. და აქაც აი E პირველსა და E3-ში ჩავსვი ახლა მე ჩემი მწვანე ნატურა. და იმისათვის რომ გამოვიყენო დენი, აი ესე იგი შევიყვანო მის ფეხებთან დენი და შევქნა წრედი, მე გამოვიყენებ აი ამ სადენებს. ნახეთ, არის ეს სადენები. მათი ცხვირებზე არის შემაერთებელი ეს წვრილი კინები. ამ სადენებს ეძახიან ინგლისურად ჯამპერებს, ანუ მოხტუნავეებს დენი დახტის მათში და რკინის წვეტი იმიტომ აქვს, რომ ამ ნახრეთს კარგად ერგება. შეხედეთ? აი მაგალითად მე ხა ეს ჩავსვი აი აქ, სადაც ნატურა იყო იმის გასწრივ ფეხის ერთ-ერთ ნახრეთში მოვაქციე. ავიღებ მეორე სადენს შავ ფერს, იმასაც აი ამის გასწრივ ესე მოვაქცევ მეორე ფეხთან. ხედეთ? და ესე მივიყვანე მე, ასე ვთქვათ, მოდით ესე ვთქვათ, ნატურასთან სადენები. შეხედეთ, აი შემოატრიალე ნატურა, აგერ არის სადენები, ხო? აი ესე არის ეს სადენები. ნუ აი ხა პირობითად სიტყვაზე მე თუ მოვინდომებ, რომ ავანთო ეს ნატურა, აპატიეთ მე შევცვლი ნატურას, ცოტა მოგვიანებით ვიტყვი, მაგრამ რო არ გადაგვეწოს ნატურა, ლურჯი ნატურით შევცვლი, ხო? მე აი ამ სადენებს, ნახეთ, ჩავამაგრებ აი აქ ერთ წითელს, წითელი ხაზი სადაც იყო ერთ-ერთი ნახრეთში, მის გვერდზე ჩავამაგრებ მეორეს, რომელიც მოდის მეორე ფეხიდან, დაახლოებით აი ესე მოჩანს ეს ყველაფერი, ხო?
და აი ახლა აი ამ პლუსში და მინუსში აი ჩემი დენის წყარო არის, ხო? ან რაღაცნაირად მინდა დასასრულამდე მივიყვანო ეს მოქმედება. აი მე შევიყვანე ერთი სადენი, ეხლა შევიყვან მეორე სადენს. აი ჩვენი ნატურა აით. გადად ლურჯი ნატურა სწორედ ამიტომ ავიღე რა. ანუ ფაქტიურად მე გავიმეორე ის მოქმედებები, რაც აგერ ტინკერკატში შემეძლო გამემეორებინა, აი მაგალითად ეხლა მე აქ გადმოვიტანა აი ამ ბატარეას, ისე ვიძახი. აი ეგეთ დავდებ ამ ბატარეას, ხო? გავამრავლებ, მე 2-ის ბატარეა მაქვს რა. და წამოვიყვან ერთ სადენს. შევერთებ. ნება წითელი. ავიღებ მეორე სადენს ასევე წამოვიღებ ერთად. ეს იქნება შავი. ხო? ეხლა მე მჭირდება რომ აი როგორც აი აქ მაქვს შეერთებული ესეთივე კიდე გამოვიყენო. დამატებითი სადენი. ეს ხაზი შევაერთო წითელთან. დამით. ელფეხებიან ნატურის იმიტაციის საშუალება მე არ მომცა. ამ ტინკერკატმა ნატურის მოკლე ფეხები აქვს. თუ მე ჩავთავ ამ სიმულაციას სწორად იმშალა სარასწორად ამოწ. არასწორად ქონდა შეერთებული. ეხლა სწორად შევაერთე. ესე ნახეთ, აი ჩვენი ნატურა აითო. გადად. უბრალოდ მე გადავაჭარბე დენით და აი ის მაჩვენა რომ გადაიწვა. მე მგონი ლურჯეთაც რო გადავაკეთო. არა, აი ლურჯი არ გადაიწვა. ნახეთ, აი როგორც მე შევაერთე. აი ფაქტიურად. ვადნა? ადვილად იწვება ეგ ნატურები მაინც ხო? კი, მაგრამ ამაზეც ვილაპარაკებთ. იქ ესე იგი ძაბვის რაოდენობაზე არის წინაღობა რომ გავამეყენებინა წითელი არ გადაიწვებოდა. მაგრამ ხედავთ აქ სქემაც უჩვენებს რომ ლურჯი არ გადაიწვა. აი გავიმეორე ესეთი რამე. ეხლა მე ნამდვილად უნდა შევასრულო ჩემი პირობა და მიუხედავად იმისა რომ მაქვს სურვილი ხო იცი ზარი დაირეკავო. მოკლედ აქ გავჩერდები, ნახეთ. ჩავთვალოთ რომ ეს იყო ესეთი შესავალი დემონსტრაცია, აი ესე ნაბიჯ მე გავუყვები, მაპატიეთ გამოსახულება გაქრა, მაგრამ ეხლა დაბრუნდა ისევ, ხო? აი ამ ჩვენ საქმიანობას რო დაგემშვიდობოთ რაღაცნაირად მეორე კამერაზე გადავალ და მოდით ესე ვთქვათ, აი დაახლოებით აი ამ სტილში წავა ჩვენი ესე იგი ეს მუშაობა. ჩვენ დავეყრდნობით აი ამასაც გაჩვენებთ, აი ამ ჩვენ გამოცემულ სახელმძღვანელოს უკაცრავად. სადა ვართ? შევად. ხო, აი ამ ჩვენ სახელმძღვანელოს Arduino შემსწავლელ სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებული არის ჩვენ ვებგვერდზე. და პარალელურად მიუხედავად იმისა, რომ პირველი მარტივი ნაბიჯებით წავალთ, ხო? ჩვენ აუცილებლად ვილაპარაკებთ მეთოდოლოგიაზე, ნახეთ. და ესე ნელა-ნელა უფრო რთულ პროექტებამდეც მივალთ და აქვე ვიტყვი, რომ კოდირებას დაუთმობთ ალბათ ცალკე დროს, ამასაც ავაწყობთ, ერთი მიმართულება იყოს და თუ ასე ვთქვი, გაჩნდება სურვილი, რომ აი რაღაც უფრო გამოცდილმა ჩვენმა კოლეგებმა უფრო რთული პროექტებზე მუშაობასაც დაუთმოთ დრო, შეიძლება რაღაცა აი ვეცადოთ რომ ვიპოვოთ დრო აი ესეთი შეხვედრისათვის რა და დღეს ჩათვალეთ რომ ეს ეგეთი შესავალი ნაწილი არის ფაქტობრივად დემონსტრაცია გავაკეთე იმისა თუ როგორ შეიძლება წარიმართოს, როგორ წარიმართება ეს ჩვენი კურსი, როგორ უჩვენებთ რეალობაში. ეხლა ჩემი თხოვნა რა იქნება, მოდით, თუ შევძლებთ ხო ჩვენი შემდეგი შეხვედრისათვის. ძალიან კარგი იქნება ნელ-ნელა ვისაც შესაძლებლობა აქვს, რა თქმა უნდა, რომ შევიძინოთ ეს კომპონენტები რა. ნახეთ? მე ამ ჯგუფში ჩვენ თავარ გვერდზე დავდებ იმ მაღაზიის მისამართებს, რომელიც
საბურთალოზე არის ორი მაღაზია ერთმანეთთან ახლოს. ეგრეთ წოდებულ ყაზბეგის ქუჩაზე, ადრე პავლოვს რო ეძახდნენ, ხო? და თუ თქვენ გექნებათ საშუალება ნელ-ნელა შეიძინოთ ეს კომპონენტები რა. ეს უფრო გაახალისებს და მეტ мотиваციას მისცემს ჩვენ მუშაობას. თუ არა და აი ჩვენ ვიწყებთ ახლა პროექტს ერთ-ერთ შეხვედრაში ამაზეც გეტყვით და მე დარწმუნებული ვარ, დაინტერესებული ადამიანი აუცილებლად შემოგვიერთდება. კარგით, ახლა უკვე აღარ გადავაცილებ ბევრ დროს. ერთადერთი ანონს ვიტყვი, რომ შემდეგ შეხვედრაზე პრეზენტაცია უკვე ბიოლოგიის თემას, ასე ვთქვათ, შეეხება და ორ ნაწილად გაიყოფა შეხვედრა, ერთი იქნება ბიოლოგია და მეორე ელექტროინჟინერიას გავაგრძელებთ. იმედია, რომ რამე თუ არ მოხდება ხუთშაბათ დღეს დაუბრუნდებით ისევ, როდესაც ნუგზარი ხე ჩაგვერთო და ისე დღეს ლექციები აქვს უნივერსიტეტში და ჩემთან ერთად იქნება და თუ რამე შეიცვალა დღესთან დაკავშირებით, არც ერთ კვირას არ ჩავაგდებთ, ცი შეძევნით. უბრალოდ შეიძლება დღეს შევცვალოთ ხოლმე იმას გვერდზე დავწერთ. რაიმე შეკითხვები ხო არა გაქვთ აი ამ მეორე ნაწილთან დაკავშირებით? ეხლა რაღაც პატარა იყო თუ არა და მოშგვიძლია დავამშვიდობოთ ერთმანეთს. ხო, მე მგონი შეკითხვები არ არის, რაღაც დემონსტრაცია იყო და სულ პირველი ნებელი რომ მე ვეცადე რომ მემსჯელა რატო ჯობია ესე დავიწყოთ ბავშვებთან, ნუ მეთოდოლოგიურად ეს უფრო გაგვიადილებს მუშაობას. კარგით, მადლობა რომ დახარჯეთ დრო, მადლობა რომ შემოგვიერთდით და მე იმას ვიზამ, რა ქვია, თქვენის ნებართვით ჩაწერას გავთიშავ და დაგემშვიდობებით. მადლობა. ნახვამდის. დიდი მადლობა ბატონო